გამარჯობა მეგობრებო, ერთვიანი პაუზის შემდეგ ბრუნდებით. მომდევნო 24 საათს გავატარებთ ზუგდიდში, სადაც მოგიყვებით საფეხბურთო კლუბ ოდიში 1919-ზე. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ქალაქ ზუგდიდში ფეხბურთი დაბრუნდა, ხოლო ტრიბუნას დაუბრუნდნენ გულშემატკივრები და მგონია, რომ საინტერესო და მრავლის მოთხოვილი ვიდეო იქნება. ვისაუბრებთ ქალაქზე, იქ არსებულ საფეხბურთო გარემოზე, საფეხბურთო სიტუაციებზე, ადგილობრივ კერძებზე და ჯამურად ყველასთვის საინტერესო ვიდეო უნდა გამოვიდეს. ეხლა კი მიხვდებოდით ლოკაციიდან გამომდინარე, რომ დასავლეთ საქართველოსკენ უკვე დაძრულები ვარ და მოდი პირდაპირ გავათენოთ ზუგდიდში. გათენდა მეგობრებო ზუგდიდში. მატჩის დღე არის, რამდენიმე საათში ოდიში 1919 დაუპირისპირდება ბოლნისის სიონს, მაგრამ ნუ დრო გვაქვს და მანამდე ბევრი მისია უნდა შევასრულოთ. პირველი რაც არის ხედავთ დადიანების სასახლის ეზოში ვიმყოფებით და აქ ვეცდებით გავარკვიოთ ქალაქი რამდენად მზად არის დღევანდელი შეხვედრისთვის. იციან თუ არა მოსახლეობამ, რომ მათი გუნდი თამაშობს, თუ აქვთ ინფორმაცია საიდან აქვს, რომელი წყაროებიდან და ასე შემდეგ. შემდეგ უკვე რა თქმა უნდა ადგილობრივ კერძებს ვერაულით გვერდს, ადგილობრივ კერძებსაც დავაგემოვნებთ. აქვე გეტყვით, სად შეგიძლიათ დარჩეთ ზუგდიდში ბიუჯეტურად და საკმაოდ კომფორტულ სასტუმროში. მატჩი და რა თქმა უნდა გამორჩეული მომენტები იქნება ამ ვიდეოში და ზოგადად სტადიონზე არსებული ატმოსფეროს შეფასება. მოკლედ, წავიდეთ ახლა რამდენიმე ადამიანს ვილაპარაკოთ, გავიგოთ ზოგადად რა ინფორმაცია აქვს და შემდეგ ნელ-ნელა დანარჩენი პუნქტები შევასრულოთ. ოდიში 1919 სიონის თამაშზე ვარ ჩამოსულები და გვაინტერესებს მატჩამდე ქალაქში რამდენად არის განწყობა. გაქვთ თუ არა ზოგადად ინფორმაცია, რომ დღეს გუნდი თამაშობს? არა მაქვს ინფორმაცია. ვიცოდი ან თამაშები რა აქვს ოდიშის წარმატებული გუნდია, მაგრამ არ ვესწრები ხოლმე მათ თამაშებს. ვერ ახევით რომ არა მაქვს. არანაირი ინფორმაცია არა მაქვს, არ ვუყურებ. არა, საერთოდ არაფერი არაფერი. არ ქონდათ ინფორმაცია. ზუგდიდში ნაკლებად უყურებენ ახლა ფეხბურთს ადგილობრივი გუნდების, მაგრამ ცუდი არ იქნება რომ უფრო მეტად განვითარდეს ეს დარგი და ყველა დაესწროს. დიახ, განაგვენი მქონდა. არ შეგვატყობინეს. თქვენი აზრით რა არის ძირითადი მიზეზი იმისა, რომ დღეს თამაში რო არის ინფორმაცია არ გაქვს? ადგილობრივმა ტელევიზიებმა უნდა გააპიარონ. საიდან იგებთ ძირითადად რა არის წყაროები? რავი, Facebook-ში დებს, ანუ ინტერნეტში არის ხოლმე. სოციალური ქსელი და ეს ურთიერთობა. სოციალური ქსელი და ქალაქშიც უნდა იყოს ეს. ქალაქებში ესე ბანერები და რაღაცები არ არის, ხო? არა. არ მინახავს შე. პირველი მისია შევასრულეთ. რამდენიმე ადამიანი გამოვკითხეთ. ყველა არ ჩაჯდება სავარაუდოდ, მაგრამ ჯამურად რომ შევაფასოთ, ინფორმაციის მიღების პრობლემა არის რეალურად. თუ არ გაქვს სოციალური ქსელი, ჩათვალეთ, ვერ გავიგებთ რომ დღეს ოდიში 1919 თამაშობს. ვიღაცებმა გითხრეს რომ ბანერები ქალაქში არ არის, რაც ჩვენი თვალითაც ვნახეთ. ჯერა რომ გამოსწორდება ეს ამბავი. მე როგორც ერთ-ერთი რიგითი გულშემატკივარი ვისურვებდი რომ ეს სიტუაცია უკეთესი გამხდარიყოს შემდეგი ჩამოსვლის დროს. წავიდეთ ახლა განმხურში, სადაც შეხვედრა უნდა ჩატარდეს და თამაშის შემდეგ რა თქმა უნდა მეგრული კერძების დაგემოვნება. ამიტომ ვიდეოს უყურეთ ბოლომდე, გამოიწერეთ არხი, გააზიარეთ, დალაიქეთ, დაგვიწერეთ შემდეგ რომელ ქალაქში ჩამოვიდეთ და ჩვენ აუცილებლად ჩამოვიდეთ. ზუგდიდიდან 9 საათში შეგიძლიათ მოხვიდეთ ანაკლიაში, სადაც დღეს და არა მარტო დღეს საფეხბურთო კლუბი ოდიში 1919 ითამაშებს. აქ ზაფხულში წარმომიდგენია ბევრად რადიკალური ცვლილება იქნება, უამრავი ადამიანი, საფეხბურთო გარემო, მოკლედ ყველაფერი არის იმისთვის, რომ ფეხბურთს უყუროთ, ჩამოხვიდეთ, დაესწროთ საინტერესო რაღაცებს და ჯამურად მაყოფილი წახვიდეთ მოკლედ ამ ქალაქიდან. თქვენ ხედავთ სავარაუდოდ კაცს უკან ხიდს იქ რო გადახვალთ, ეგრევე არის სტადიონი. შეგიძლიათ იქიდან მხრიდანაც მიხვიდეთ, მაგ გზასაც განახებთ, მაგრამ მაინტერესებდა ამ სეზონზე ანაკლიაში რა სიტუაცია იყო. ამინჩი არ გაგვიმართლათ, ამამაც შეიძლება იმის თქვა, რომ საშინელი კარიერა და იმედია ფეხბურთელებსაც ეს დიდად ხელს არ შეუშლით, იმიტომ რომ საკმაოდ საინტერესო შეხვედრას ველოდები. და რაც მთავარია ხა ძირითადად ანაკლიაში რაზეც მოვიდით არის თქვენთან ერთად უნდა მოვძებნო სასტუმრო, სადაც შეგიძლიათ დარჩეთ. მე სასტუმრო არ ამიღე, იმიტომ რომ ზუგდიდში ჩამოვიდე, სასტუმრო ავიღო, მე ორჯერ ქალაქში აღარ შემომიშვები. დღეს არის 15 მარტი. 15-16 მარტი მეგობრებმა რომ დაგეგმოთ და ზუგდიდში ჩამოხვიდეთ, ნახოთ რისი მოძებნა შეგეძლებათ. ჩავწეროთ ზუგდიდი სტანდარტულად და საფასო კატეგორია მირჩდებული მაქვს ქალაქიდან გამომდინარე სადღაც მაქსიმუმ 100 ლარამდე და შეგიძლიათ 100 ლარის ფარგლებში რაღაცა ნახოთ და არის რაღაც ვარიანტები 80 ლარა. დავით ჯამურად შეგიძლიათ საშუალოდ 70 ლარის ფარგლებში ერთი დღე რამდენიმე ადამიანი მოკლედ დარჩეთ ზუგდიდის ნებისმიერ სასტუმროში.
სტადიონზე შემოვედით, მეგობრებო. რამდენიმე წუთი დაიწყება გახსნითი ცერემონია, მოგეხსნებათ რეკონსტრუქცია ჩაუტარდა განმახორციელების ცენტრალურ სტადიონს. მაგასაც შეგახედებთ, განახებთ რა არის დაგეგმილი და რა არა. შემდეგ უკვე საფეხბურთო მატჩიდან გამორჩეული მომენტები იქნება. ბოლოს კომენტარებსაც ველოდებით დიდი ალბათობით და ჯამურად გონია რომ ის რაც დაგეგმილი ქონდა აუცილებლად შედგება. არის მეგობრებო, ხედავდით კადრებს, ასე გიჟე დაატრიალეს ზუგდიელებმა. ბრავო, რა ვიცი, კლუბის წარმომადგენლებს 10-დან 10 მონაწილე ადამიანებს 10-დან 10 სასწაულის შოუ შემოგთავაზეს და გონია რომ შეხვედრაც ეგეთი ანალოგიური იქნება, ამიტომ დარჩით ბოლომდე, უყურეთ მატჩის გამორჩეულ მომენტებს და პლუს მაგას კომენტარებში დაგვიწერეთ, რომელ ქალაქში ჩამოვიდეთ შემდეგში. კადრში ხედავთ აბრაგებს ოდიში 1919 გულშემატკივრებს, რომლებიც როგორც საშინაო, ისე საგარეო შეხვედრაზეც აქტიურად დაყვებიან გულს.
გემაც ვადევნებ ხოლმე მეგობრებო. ოდიში დარჩა 10 კაცი გაათანაბრა ანგარიში ტრიბუნაზე ხდება ჯოჯოხეთი. ასრულდა მეგობრებო დღევანდელი შეხვედრა 2-2 საკმაოდ დაძაბული უხგოლიანი გულშემატკივრებით გამორჩეული და მოკლედ თავისი წითელი ბარათი და ყველაფრით კი ნახავდით მატჩის გამორჩეულ მომენტებში. მნიშვნელოვანი თამაში იყო. თამაში ცოტა მძიმედ დავიწყეთ, მაგრამ ყველაფერი გამოვასწორეთ. პირველ ტაიმში შევაგდეთ გოლი. მეორე ტაიმში საჯის გადაწყვეტილებამ ყველას გული დაგვწყვიტა, მაგრამ გუნდმა ბოლომდე ვიბრძოლეთ 2-1-ის მერე 10 კაცით. ბევრი მომენტი შევქმნით, გოლი შევაგდეთ და თამაშიც მნიშვნელოვანი ქულა წამოვიღე, ესე ვიტყოდი. სამომავლო გეგმებზე კიდე რაც შეიძლება თქვა, რომ ბოლომდე დავიხარჯებით ზუგდიდი გულშემატკივრების წინაშე, ზუგდიდისთვის და მიზანი რაც გვაქვს, რომ უმაღლეს ლიგაში გადავიდეთ, დარწმუნებული ვარ, ჯერა ყველას გუნდიანად წვრილიანად რომ ჩვენ ამ მიზანს მივახცევთ და გადავალთ უმაღლეს ლიგაში. შევდივართ ქალაქ ზუგდიდში, ჩემს მშობლიურ ქალაქში. მივდივართ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ რესტორან დიარონში, მოვძებნით სამეგრელოსთან დაკავშირებულ კერძს, მაგას შევჭამთ და დავაგემოვნებთ. და მე უკვე დაგემშვიდობებით შემდეგ ვიდეოვდებ, თუმცა მანამდე არხი გამოიწერეთ, ბოლომდე გვიყურეთ, რომ დიარონი უნდა იყოს ალბათ ყველაზე კარგი ვარიანტი, იმედია. იმედია არ შემარცხვენენ ჩემი მეგრელები. დიარონთან მოვედით მეგობრებო, საკმაოდ დაგვიღამდა. შევიდეთ ახლა მეგრული ხაჭაპური შევუკვეთოთ, შევაფასოთ და ნელ-ნელა დავიშალოთ. მოკლედ მეგრული ხაჭაპური შევუკვეთით და შევუკვეთეთ 2 კოლა. გემრიელი ჩანს, მაგრამ არ ვიცი ნახოთ. არ გვეშლება რა ეს მეგრელებს მინდა საჭველი. კერძის კეთება არ გვეშლება. 29 ლარი გადავიხადეთ, მაგრამ ხაჭაპურთან ერთად წყლები იყო და ასე შემდეგ ბევრი რაღაცა. სამწუხაროდ რაღაც მასალა წაგვიშალა, ამიტომ ამ ვიდეოს წერთ უკვე თბილისიდან. მადლობა საფეხბურთო კლუბ ოდის მის წარმომადგენლებს, რომლებმაც წკინვალი დახვედრა მოგვიწყეს, მიგვიღეს ისე როგორც საჭირო იყო. კლუბის ნებისმიერ წარმომადგენლებს, რომლებთანაც დღეს მე კომუნიკაცია გქონდა, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გუნდს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და რა ვიცი, პატარა ხარვეზები რაც არის, ეგ გონია რომ პრაქტიკაში გამოსწორდება იგივე ქალაქში ბანერების ამბები და ასე შემდეგ. თუმცა რომ შევაჯამოთ 10 ქულიანი სისტემა რო ავიღოთ ახაც ჯამურად ოდის ზუგდიდს და იქ არსებულ სიტუაციას დავუწარ მოკლედ 8 ქულას. რა ვიცი მეგობრებო, იმედია მოგეწონათ ეს ვლოგი, თუ მოგეწონათ არხი გამოიწერეთ, ზარისღილად გააქტიურეთ, დაგვიწერეთ, ჩამოვიდეთ, ანუ რომელი გუნდის გადაღება გსურთ და ვეცდებით თქვენი აზრი მაქსიმალურად გავითვალისწინოთ. მადლობა და დროებით.